გონია ხოლმე. ხო. დუბლი 1. გამარჯობა. ეთერშია პოდკასტი ლანჩის დროა. დიახ. დაგიბრუნდით. დაგიბრუნდით. არ მჯერა რომ ეს ხდება და ჩვენ პოდკასტს ვაგრძელებთ რომ შევწეროთ. როგორც უკვე ხედავთ, მეორე სეზონის პირველი ეპიზოდია. ანუ ჩვენი მეორე მცდელობა, რომ მეორე სეზონამდე როდის მივედით? ხო, შემახსენეთ. 4 ეპიზოდი გქონდა პირველ სეზონში, მაგრამ არასტაბილური მერყევი თავგადასავლებით სავსე. ხანასე. როგორც ქვეყანაში რა. აისახა ქვეყანა ჩვენს პოდკასტზე. ყოველი ეპიზოდის ჩაწერის წინ აი რომ ვიტყოდით, აი მოდი დღეს ახლა არაფერი აღარ ხდება ისეთი და მოდი დღეს ჩავწეროთ ეპიზოდი. და რომ ჩავწერდით ამ ეპიზოდს და დავასრულებდით, ერთხელ ყაველაშვილი იყო პრეზიდენტი ეპიზოდს რომ მოვჭით. მეორედ რომელიღაცა კანონი მიიღეს, ანუ არ ვიცი მართლა ყოველ ჯერზე უარესი მდგომარეობა. ერთი პოდკასტი პირველი არჩევნების წინ ჩავწერეთ. საოცრად იმედიანი პოდკასტი იყო და ოპტიმისტური, რომ უკეთეს საქართველოში იქნება ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, მაგრამ და მახსოვს ბოლო რაც ჩავწერეთ იმ საღამოს გვამცნეს რომ ევროპისკენ აღარ მივდივართო და დავპაუზდითო და მახსოვს რომ სანამ ჩასაწერად შევიდოდით ოთახში სამყარო მეტწილად სტაბილური იყო და უცებ ამოყირავდა. ის არაფერი მოულოდნელი, მაგრამ მაინც განცხადება რო ხდება. ნუ ამ ვიცი. კარგი, არ გვინდა ბევრი სევდები, ძალიან საინტერესო პერიოდი გქონდა. სამსახურეობრივად, რა ვიცი, ანუ ყველაფერი მინუს თავისი პლუსებიც ახლავს. გავისეირნეთ სამეზობლოში. სამხრეთში. უამრავი შთაბეჭდილება. თან აი ცნაურია როგორი ახლოა, თან როგორი შორი ყოფილა, რომ აი არ გწოდნია იქ რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და დღევანდელ ეპიზოდში გაგიზიარებთ ჩვენს საინტერესო დაკვირვებებს სომხეთთან დაკავშირებით. მოკლედ სომხეთის ლანჩის ამბებს მოგიყვებით, მაგრამ სანამ ლანჩის ამბებზე გადავალთ, ჩვენს აუდიო მსმენელებს მინდა უთხრა, რომ აქამდე მხოლოდ აუდიო პოდკასტი გქონდა, მაგრამ დავინახეთ საჭიროება, ნათლად დავინახეთ საჭიროება, რომ ვიდეოც გჭირდება. და რადგან რაღაცნაირად მთელი დღეს ლაივში ვატარებთ, ანუ მთელი დღე ჩვენ გვაქვს ჩვენი პოდკასტი, მაგრამ ვერაფრის ჩაწერას ვერ ვახერხებთ. გადავწყვიტეთ, რომ დღეს აი ამ ფორმატით ვიყოთ. ეს არის ჩვენი სამუშაო სივრცე და აქვე თან პოდკასტს შევწერთ, თან ვიმუშავებთ. თან უფრო ორგანული იქნება ჩვენთვის და ჩემი აზრით უფრო დროდადრო ნიუსებს ჩამოვსკროლავთ. კი, რომ ანუ რა იცი რა ხდება, კაცმა არ იცის, თუ არა უცდეთ ძალიან. ხო, ნამდვილად. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რატომ გადავწყვიტეთ, რომ პოდკასტი გქონდეს? რატომ გადავწყვიტეთ? ჩავთვალეთ, რომ გვაქვს გასაზიარებელი რაღაცეები. გვინდა ჩვენი ხმა ვასმენოთ საზოგადოებას. ნუ მათი უკავშირიც მოვისმინოთ, რატომაც არა. მე უკვე კარგი მიზეზი მაქვს. ყველას აქვს და მეც მინდა. ყველას აქვს თავისი საკმარისი მიზეზია. ანუ ყველაფერი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ჩავწეროთ, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ კიდე ჩაწერა. ასე რომ კარგი. გავაგრძელოთ. აი, იყო სომხეთში ლანჩი. და სომხეთი. მოდი ჯერ ლანჩზე ვილაპარაკოთ, სომხეთში ლანჩი. და მე სომხეთზე, ერევანი. სომხეთში ლანჩი კარგი იყო. ანუ ასეთი ზეცარტაობი დავახასიათებდი. იაფი იყო, გემრიელი იყო, სუფთა იყო. უდაოდ. რავი, სასურველი იყო, რო შეხედავდი ვიზუალურად, ძალიან მოგინდებოდა რომ გეჭამა. სწრაფი იყო. ხელმისაწვდომი ყველა გაგებით, ფულითაც, ტერიტორიულადაც და ასე შემდეგ. რიგებითაც. ნამდვილად. აი რა ვიცი, მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, მართლა. არსად 5 დღის განმავლობაში არსად არ ყოფილვართ ლანჩზე. ძალიან ლაქშერულ ადგილას, არც ძალიან უბრალო ადგილას, აი ვიყავით აი საშუალო დონის, საშუალო კეთილმოწყობის, საშუალო ფასების ადგილას ალბათ. მაგრამ ეხლა რა ამბობდი მაგას მივხვდი, რომ უბრალოდ სადაც ვიყავით ყველგან ეგ ყველა ობიექტი იყო ლანჩისთვის, ანუ ეწერა რომ ლანჩისთვის არის. კი. ანუ ზოგადად თბილისში არ გვაქვს და ვერ გეტყვით რისი ანალოგია, მაგრამ არსებობს ესეთი ბუფეტის ტიპი, ხო? ბუფეტის ტიპის ეძახიან. კი. სადაც იღებ შენს ლანგარს და იდებ ან გეხმარებიან რომ დაიდო რაღაც რასაც აარჩევ. გემრიელი საჭმელები. ხო და დიდი არჩევანია. ფასი ხელმისაწვდომია, რა ვიცი, ანუ ხო წინასწარ არ ვიცოდი, ვერ ვანგარიშობდი სომხური ვალუტის და ჩვენს მიმართებას ესე სწრაფად და რაღაცა ხა ვერც ვკითხულობდი რა ეწერა ხო ზუსტად და უბრალოდ რაც მინდოდა ვიღებდი და აი რაც მინდოდა ვიღებდიში 13 ლარზე ძვირი არ გადამიხდია. როცა მთელი ლანგარი სავსე იყო. ხო, 13 ლარი, აი, ეგ უნდა მეთქვა. საკვებით. ყველაფრით, ანუ ხორცი, ბოსტნეული, მარინადი, არ ვიცი, ყველაფერი უდიდესი თებშით. და ჩემი აზრით, ანუ მართლა ყველაფერი გემრიელი იყო, თან უბრალოდ ბადრიჯანი, სტაფილო, არ ვიცი, აი არაფერი ვარ უნდა იდეალურად გაკეთებული. სისუფთავეზე კიდევ აი 5 ჯერ მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ, რომ სანამ ერევანშიც ჩავიდოდით, სადღაც აი რიკოტზე გავჩერდით, დაახლოებით რიკოტს ცივით რაღაც, ან ზესტაფონი რაღაც ეგეთი.
ანუ უკვე იქაც ისეთი სუფთავე იყო, რომ წკრიალებდა ყველაფერი. ნუ ხეხი. დავიღა. კაი, შენ როგორც გინდა, მაგრამ არ არის ხალხი. ყველაფერი წკრიალებდა. ანუ სადაც არ შევდიოდით, აი 2 წამით არ გაგიჩნდებოდა ფიქრადაც კი არ მოგივიდოდა, რომ ნეტა აქვს სუფთად აკეთებენ. რასაც აი საცხობებიც კი გადასასვლელში რომ საცხობი იყო და იქვე აცხობდნენ, ანუ კრიალებდა. არ ვიცი, აი დაახლოებით მოკლედ რო ვთქვა, მადონა კოიძეს ჩაუვარდებოდა თავისი გადაცემა სომხეთში რომ იღებდეს. საჩვეულები. ვერ ნახავს ისეც ყველაფერი. მართლა ხახვა, რა ვიცი. გონია რომ 5 დღეში საკმარისად ნახეთ ახლა შეიძლება ვიღაც შემოგვეტავას, რა თქვენ რა ნახეთ განა, მაგრამ რა მგონია რომ ნახეთ. მიწისქვეშა გადასასვლელი ნახეთ და ნუ კაი ქალაქის ცენტრი ნახეთ შეიძლება, მაგრამ ნუ ახლა თბილისში საბურთალოზე რო გახვიდე ქალაქის ცენტრში, ეგეთი გარემო არ არის არსად. ყველგან ჭუჭყია. ზუსტად და თან თუ ვიმსჯელოთ რომ მასშტაბით თბილისი ცოტა უფრო დიდია, იქაც უფრო დიდი ტერიტორია ვნახეთ იმ ქალაქ ცენტრში ყოფნით და ირგვლივ შემოგარენითაც. სომხეთის დიდი ნაწილი და აი მართლაც ის უფთავეში, აი უბრალოდ ვერ შევედრებით. კი. ეხლა სერვისსაც რომ მივადგეთ, გთხოვ. შევადაროთ გუდვილის თანამშრომლები და იქაური ლანჩისიც რომ მივადგეთ, მე რუსული არ ვიცი. გვანცამიცის და ერთი რომ რუსულად იურთიერთებ თავის. ну, მაინც ახერხებდა. მიეხვედრებინა რა გჭირდებოდა, მაგრამ ის არის რომ მარტივ ინგლისური სიტყვებით ყველამცადა მადლობა ეთქვან ასე შემდეგ რო შეამჩნიეს რომ რაღაც სამხედრო გავით და ალბათ ცოტა ისაბნევდათ რომ ძალიან გავართ ვიზუალით ეხა მეც არ მქონია დიდი ციუცხობის განცდა ქუჩაში რომ დავდიოდი. ძალიან ახლო გარეგნობები გვაქვს და შეიძლება იგნებოდა ის ხალხი რომ აი სომხებს გვანან და რატო არ ლაპარაკობენ სომხურად, მაგრამ მოკლედ რა სახვდებოდნენ რომ არ საუბრობთ სომხურად და რუსულადაც. აი ორ ღერ ინგლისურს ყველა ცდილობდა რომ მადლობა ნახვამდის მაინც ეთქვა, საუბარი მაქვს შუახნის ხალხზე, შუახნის გადაცილებულ ხალხზეც. და ის რომ თვალის კონტაქტი დაამყარონ, ანუ კეთილგანწყობა გაგრძნობინონ, აი აღარ ლაპარაკობ. ყველასთან იგრძნობოდა ყველა ადგილზე. დაწყებული არა მარტო კვების ობიექტი, სუვენირების მაღაზიაშიც, რა ვიცით, კბილეულის, სადაც ვიყავით ყველგან. ნამდვილად. არ ვიცი, თითქოს უცნაურია ხა, უცნაური რა ვიცით, რომ ჩვენთან ტურიზმი უფრო განვითარებულია, თვითონ სომხებიც ამბობენ, რომ ჩვენ უფრო პირველი ტურისტი ყავს და თითქოს ეს მომსახურების და სტუმარმასპინძლობის სფერო აქ სხვა თამასას უნდა დებდეს და ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც თან მოლოდინებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ რო წავედით, ისე წავედით, რომ ნუ აუ გზაშიც მძღოლმა, რომელიც რა ვიცი, ალბათ მილიონჯერ იყო ნამყოფი სომხეთში, რომ აი ერაფრით ვერ გავაცდებით და ასე შემდგომ. ნუ ხო, შეიძლება რაღაც არქიტექტურით არ გაგიჟდიან, რადიკალურად განსხვავებული არ დაგხვდეს, რა ვიცი, ნახევარი თბილისი სომხების აშენებულია და ვერ იქნები სხვა სამყაროში ვერ მოხვდები, მაგრამ ხალხი ქმნის გარემოს და ხალხის კეთილგანწყობაზე დამოკიდებულება, აი, ნამდვილად და ანუ საჭმელი იყო მართლა გემრიელი. აი, აქ რო შეხვალდა ტოპ რესტორნებშიც კი დღეს რო ერთი გემო აქვს და ხვალ რო აღარ ვარ და აი დარწმუნებული ვარ რომ იქ ის ბადრიჯანი ხორცით რო ვჭამეთ, ალბათ ყოველ დღე ერთნაირად კარგად აკეთებენ. კი. და საოცარია რავი, ანუ აქ ყველა ამართლებს თავს, რომ აი ძალიან ცოტა უხდიან და იმიტომ ასე და აბა გადაუხადე მეტი და ხა რომ საშუალო ანაზღაურება სომხეთში უფრო დაბალია, ყოველ შემთხვევაში ეგრე იძებნება ინფორმაცია. ანუ მაღალი ალბათობით ბევრად კარგი პირობები და იქაც არ აქვს, მაგრამ მაინც არიან კეთილგანწყობილები და იქნებ რაღაც კულტურული ამბავია. ალბათ. ხო, არა და რავი, ხო სტუმარმასპინძლობა პოემა გვაქვს და მე ვურებ სტუმარმასპინძლობაში პრობლემა. ჩვენ სტუმარმასპინძლობის პრობლემა კი არა გვაქვს, უბრალოდ სახლშიც ალბათ რა და ზოგადად ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ ზერელეთ და იმათ ეტყობოდათ რომ რასაც აკეთებდნენ, აი გულიანად აკეთებდნენ თებშის აღებიდან დადებამდე და აი ბოლომდე რა, აი რაღაცნაირად გულიანად აკეთებდნენ და ჩვენ სტანდარტულად ზერელეთ. არ ვიცი, აი დისკომფორტი და უხერხულობა არ მიგრძნია. ფაქტია. მოკლედ კარგი იყო გავერთეთ გემრიელი საჭმელებად ვჭამეთ. ნინო ტოლმა შეიყვარა ჩემი აზრით. ძალიან კი, თან ყველანაირი ხორციანი შიგთავსით. და ბრინჯის ბრინჯი და რაღაც შესუნელებული კონდარით ან რეჰანით. მოკლედ გემრიელი იყო, რა ვიცი, ხა ეს გემოს ესე ვერ გადმოგცემთ, უნდა ჩახვიდეთ გასინჯოთ და ნახოთ და ხო, სიუწყოვეს არ იგრძნობს მენიუ, ძალიან მოგაგონებთ ქართული რესტორნების მენიუსაც ხშირად. არაფერი ისეთი განსხვავებული ძალიან, მაგრამ ქართულებსაც შეხვდებით გემად, ქართულ საკვებსაც სხვა გემოზე შეჭამით რა. აუ მართლა. ასე რომ იგზენი ბადრიჯანიც კი გავსინჯეთ იქ. კაი იყო. გირჩევთ მოკლედ. ჩვენ ვაპირებთ რომ წავიდეთ კიდევ. და მოდი ახლა ლანჩის ამბები დავასრულოთ და დავიწყოთ მეორე ნაწილი ჩვენი პოდკასტის ამ სერიის, სადაც ვისაუბრებთ ერევნის night life-ზე. Night life ეხა ცოტა ხმამაღალია. ნახლობით ესე ღამის პირველამდე რა. ღამის პირველამდე ცხოვრებაზე. მოკლედ ქართობით ხო, ანუ ერთი ეგ დღე იყო, რომ მიუხედავად იმისა, მოკლედ ცოტა იმაზეც ვთქვათ, რომ დატვირთული რეჟიმი ქონდა დღის განმავლობაში, მთელი ენერგია და ჩართულობა.
დილის 10-დან საღამოს 6-მდე ამას მიქონდა. ამიტომ საღამოს სასტუმროში დაბრუნება, ცოტა გონზე მოსვლა, იმის მოძებნა თუ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ და რაღაც ერთ ანკვების ობიექტს ავარჩევდით, ან სადმე გასართობად მივდიოდით. თან ახლა სამუშაო კვირის განმავლობაშიც ძალიან თავს ვერ გამოიდებ, რომ ძალიან გაერთო. მაგრამ ვცდილობდით რა. და სანამ ნაითამდე მივალ, ქუჩაში სიარულის პირველი საბეჭდილებები რო კითხა, აი რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად, რომ აი გაიარე სომხეთის მთავარ გამზირზე და რა ხდება. არა დამამახსოვრდა ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სისუფთავეს ისევ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან სუფთად იყო ყველაფერი და ყვავილები. აი ამას ველოდი. ყველა ვიტრინაში, ყველა ფანჯარაში, ანუ ყველგან ყვავილები. ყველა კაფე ამ დეკორაციები, ყველა კაფეში მაგიდებზე ცოცხალი ყვავილები, რომელთაც ყველგან სიჯავდით, ცოცხალია თუ ხელოვნური. ანუ გადაყვავილებული იყო იქაურობა ხალხნო. ძალიან უკეთ. ყვავილის მაღაზიებიც ბევრი. ეგეც ბევრი. მარიამს ვკითხე იქ და კი, ძალიან გამორჩეულად გვყარს. არ უარყო ეს ფაქტი. არაფერი უარსაყოფი აქ არ იყო, მაგრამ კი არ ვერჩით, მაგრამ არა, ყველა ვიტრინაში რო ყვავილი არის, ცოტა ხდება თვალში აშკარად, რომ იმაზე მეტია ვიდრე შენს ქვეყანაში. ფაქტია. და მე შეიძლება ჰოლანდიაში რო ჩავიდე, ხა იქ ვერ გამოცდე. 100-ჯერ მეტი იყოს, მაგრამ გაზაფხულის ბრალი ხო არ იყო თქო, მაგრამ არ მგონია. არ მგონია, იმიტომ რომ რავი, ეგეთი ამინდები დავტოვეთ აქაც. მაგრამ აქ რო ჩამოვედით, სპეციალურად გაზაფხულისთვის გაიხსნათ ის რამდენი ყვავილის მაღაზია. უყართ მოკლედ რა, თუ ყველა რესტორანს მიაქვს ესე ცოცხალი ყვავილი უდევს მაგიდებს, ესე იგი ყვავილის მაღაზიებს უნდა იყოს ვინც მიაწვდის შესაბამისად. არსებობს მოთხოვნა. იქ ერევანთან არის უდიდესი მდელო, გადიან და ესე არის გადაყვავილებული, უნდა მიხვიდე, დაკრიფო და წამოიღო შენი რესტორნისთვის. ეს საიდან მოიგო? ამ წამს, აი ამ წამს. კი. და რო ჩამოვედითო რა თქვი? რომელი აფთიაქის ვიტრინაში დაგვრა? სოლოს ვიტრინაში, საქართველოს ბანკის სოლოს ვიტრინაში იყო უდიდესი ყვავილი. და ეს თუ რაღაცის ვიტრინაშიც იყო, ფარმადებო. ჭიტას ვიტრინაში იყო კიდე ქაღალდის ყვავილები, ნუ აქაც არის მოკლედ. შეიძლება რამე ტრენდის ნაწილია და ჩვენ ჩამოვჭით და თქვენ გითხარით, აქ ჩვენი უმეცრების და შემდეგ ეპიზოდში აქ დიდ ყვავილს გავიბნე უგულზე. ძალიან კაი იყო მოკლედ რა. თითქოს აი შეიძლება ბოლოდინით ვიღაცას რა თქვა რა ძალიან მაგარია სომხეთი და ეხლა ჩახვალ და ესეთი ძალიან მაგარი რა აღმოჩენილი იყო ეხლა სხვა ტალღაზე მესაუბრა მაგრამ აი ეს წინასწარი განწყობები რომ დიდი ვერაფერი ერთი კვირა რა უნდა ქნა და ასე შემდეგ მაგის ფონზე ვაუ იყო მაინც კი ხო და აი ამაში ძალიან დიდი როლი შეიტანა იმან რომ ყოველ ჯერზე გემრიელად ჭამდი აუცილებლად იმიტომ რომ იმედგაცრუება მაგ ნაწილში არ მქონია ნამდვილად მინდოდა მეთქვა აი შენი ხვაწლი მინდოდა დამეფასებინა რომ სად ჩავედით და Google-ზე უკვე შენი ლოკაციები მონიშნული ქონდა, იმიტომ რომ სუმცირე ესე პალიტრა გაქვს რა არჩიო, რა დღეს ეს თუ ეს და ძალიან ამარტივებს და ეს შეიძლება მოგზაურობის ალბათ ნომერ პირველი რჩევას იქნება რომ პატარა რისერჩი გააკეთო და მადლობა გვანცას. მოკლედ და მაქედან პრინციპში მინა რაც იყო რესტორანი, სადაც ის სალათი ჭამდა. ხო იცი რაღაც. ანუ მინა ლიბანური არის. ხო რაღაც ეგეთი აღმოსავლური. რესტორან მინას გირჩევთ ერევანში თუ წახვალთ და მე ძალიან მომეწონა ასევე აი რაღაც ქსელში რო ვიყავით armenian food chain არის რო გითხრე სახელი არ გვახსოვს, მაგრამ იპოვით. და McDonald's-ი არ აქვს ერევანში. თუ არ იცოდით, იცოდეთ რომ არ არის McDonald's-ი ერევანში. ხო, ცნობილი ფაქტი ყოფილა, მე არ ვიცოდი ხარ, მაგრამ არაფერი ესეთ დეტალების სამხრეთის შესახებ არ ვიცოდი ხარ, არ მოქცეულა რაღაც ჩემს ინტერესში და ალბათ მაგიტო და ღირსშესანიშნაობებს რაც შეეხება, არაფერი არ ვნახეთ, ხო? კასკადი არ ვნახეთ. კასკადი არ ვნახეთ, მაგრამ ის ხო ვნახეთ გეღარტი და მეორე სახელი აღარ მახსოვს, მოკლედ ცოტა ქალაქ გარეთ, ცოტა კი არა კარგად ქალაქ გარეთ, ქალაქ გარეთ. აქედან რომ ცხეთაში წახვიდა, ცოტა შორს. ხო. მოკლედ წინა საუკუნეების ეკლესია არის კლდეში და ხეობა, ხო, კიდეებთან. მოკლედ ლამაზი სანახაობაა დაახლოებით. მაგრამ ერევანში არ არის. ისე ერევანი არ არის ლამაზი ქალაქი, ეს რა შემიძლია ვთქვა რომ იცი რა არის? ხო, აკლია. მაგრამ ზოგი ქუჩა ძალიან თბილისურია. ბევრჯერ მითხეს ეგ და მეთქი არა არ გავს თბილის და მე რო ვაკვირდებოდი და კი რაღაც უბნები გავს, შეიძლება რაღაც მონაკვეთი არა, მაგრამ სადღაც რო შევხვევ გავს. ალბათ ერთი ტუფით რო არის. მოპიკეთებული ცენტრი და ძალიან ლამაზი მზის ჩასვლისას თქვა, მოდი რა. კარგი ხო ხა. ვარდისფერზე ცოტა ესე ცეცხლისფერი ხდება. საყვავილებული რო იყო, ეგეც ახლა ლამაზი იყო, მაგრამ ეს ერთიანობაში ესე ვერ იტყვი.